ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მეცნიერებმა 2000-მდე ტვინი შეისწავლეს. ამისთვის ისინი სპეციალურ, მაღალ განვითარებულ ალგორითმულ სისტემას იყენებენ. ალგორითმი თითოეულ ტვინს ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით აფასებს და მის ასაკს ითვლის. შემდეგ მკვლევარები ალგორითმის მიერ გამოთვლილ ასაკს მის რეალურ ასაკს ადარებენ. ჩვენ ვამოწმებთ განსხვავებას რეალურ ასაკსა და ტვინის შესწავლით ნავარაუდევ ასაკს შორის. იდეა კი ისაა, რომ რაც უფრო დიდია ნავარაუდევი ასაკი, მით უფრო მეტადაა მოსალოდნელი, რომ თქვენ სხეულში ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. იმ ადამიანებს, რომელთა ტვინიც მეცნიერთა შეფასებით სხეულთან შედარებით უფრო ასაკოვანია, ჯანმრთელობის მეტი პრობლემა აქვთ. მაგალითად, უუარესდებათ ხელის მოჭერის ძალა, სიარულის სისწრაფე ან ფილტვების ფუნქციონირება. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ სხეულზე ასაკოვანი ტვინის მქონე ადამიანები ნაკლებ სავარაუდოა, რომ 80 წლამდე იცოცხლებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ტვინის დაბერება სიკვდილს იწვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტვინი თქვენ სხეულში მიმდინარე არასასურველი პროცესების მგრძნობიარე ინდიკატორია. და ბოლოს რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ტვინს ახალგაზრდობა შევუნარჩუნოთ. მეცნიერების თქმით, ტვინს ყველაზე მეტად მისით სარგებლობა აჯანსაღებს. ამიტომ გააგრძელეთ სწავლა, თავიდან აიცილეთ ან შეეცადეთ მართოთ სტრესი და შფოთვა. გარდა ამისა, აკეთეთ ის, რაც ახალგაზრდობას თქვენს სხეულს შეუნარჩუნებს. ვარჯიში, სწორი კვება, ნაკლები თამბაქო და ალკოჰოლი, ეს ყველაფერი ნაადრევი დაბერებისგან სხეულის გარდა ტვინსაც დაიცავს.